მეგობრებო, მოგესალმებით. ეხლა მაინტერესებს თქვენი აზრი. გაჩვენებთ ვიდეოს, სადაც ილია მეორეს სიტყვები ააშკარავებს იმას, რომ სახელი ღმერთის არის იახვე. ხო? მოდი ვნახოთ ერთად. თვითონ სახელი ელია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სახელი შეიცავს ღმერთის სახელს ორჯერ. ელ იახვე. სავარაუდოდ, მეგობრებო, ეს ვიდეო თქვენ არ გექნებათ ნახი, რომელი ადამიანებიც მე მწერთ, რომ იაღოველი ხომ არ ხარ, ეს ხომ არ ხარ და ის ხომ არ ხარ და მე პირიქით კითხვა მიჩნდება თქვენს მიმართ. აი ეს ნებისმიერი საპატრიარქოს წარმომადგენელი, რომელიც ამ ვიდეოს ნახავს და იტყვის, რომ მე ქრისტიანი ვარო. ადამიანი, რომელიც თვითონ ეს წინამძღვარი, თქვენი წინამძღვარი, ხო, რომელიც უკვე მკვდარია, გარდაცვალებული, გეუბნებათ, რომ თვითონ ღმერთს ორი სახელი აქვს, ელ იახვეო, გესმის და მაინტერესებს ერთი არ გაგიჩნდათ კითხვა, იაღოველია თუ არა, იყო თუ არა ილია? ეგ კითხვა თქვენ არ გაგიჩნდათ? მე გამიჩნდა მაგალითად, მოდი კიდე განახებთ თუ გინდათ. თვითონ სახელი ელია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სახელი შეიცავს ღმერთის სახელს ორჯერ. ელ იახვე. ოჯახილია. კარგად იცოდა თურმე ვინ არის ღმერთი. ელიამ. ბრავო. ხო, გამეცით ერთი ძალიან ქრისტიანებო პასუხი. საპატრიარქოს ლომებო, გამეცით აბა ერთი მაგაზე პასუხი. თქვენი წინამძღვარი იახვეს რატო ადიდებს? და მერე ჩემზე იკითხეთ, იაღოველი ვარ თუ არა და ვის ვემსახურები და რას ვემსახურები. ხო, მეგობრებო, დღეს ახლა ჩვენ განვიხილავთ თემას ვეფხისტყაოსნიდან. ამ ლაივს რო დავამთავრებ, გადავალთ 154 მუხლიდან, თინათინი რო იბარებს ავთანდილს და გაუშვებს წარიელის, ანუ უცხო მოყმის საძებნელად, აი მაგ თავზე გადავალთ და წავიკითხავთ და განვიხილავთ, მეგობრებო. მანამდე მე მაინტერესებს თქვენგან მაინტერესებს რას ფიქრობთ, იახვე როგორი ტიპი არის, ვინ არის იახვე საერთოდ? ნუ ეხლა ეს ილია მეორე ამბობს, რომ ღმერთის სახელია იახვე. ხო, და თქვენ რას ფიქრობთ? ღმერთის სახელია იახვე. მერე თუ ფიქრობთ, რომ ღმერთის სახელია იახვე, ისიც მითხარით, იახვე როგორი ღმერთია, თუ იცით საერთოდ რამე თუ გაგიგებათ და საერთოდაც თუ არ გაინტერესებთ იახვეს სახელის ხსენება, ხო? მოვესალმები მე თქვენს გადაწყვეტილებას, არც მე არ მაინტერესებს იახვეს ხსენება, უბრალოდ ახლა მაინტერესებს გუშინ 242 კაცმა თუ რამდენიც იყო, რო აიღო და საპატრიარქოს ლომები გამოყო ხელები და იქ რაღაცა კომენტარები დამიწერა, ხო? აი იმათგან მაინტერესებს, ეხლაც დამიწერონ, რას ფიქრობენ იაღოველები, ხართ თუ არა საპატრიარქოს წევრები? ხართ თუ არა იაღოველები? ის საკითხი, რომ თქვენი წინამძღვარი იახვეს აღიარებს, ხო? უკვე ითვლებით იაღოველებად ჩემ თვალში. აი თქვენ თვალში კი არ ვიცი ვინ ვარ, მართალი გითხრათ რანაირ ქალად ჩამომაყალიბეთ თქვენს წარმოდგენებში, მაგრამ მე გეტყვით, რომ მე ვარ ქრისტიანი. 100%-ით ქრისტიანი ვარ, მეგობრებო, იმიტომ რომ ქრისტეს სიტყვებს მივიდებ და ქრისტეს სიტყვების სამებრ ვცხოვრობ. დიახ. ქრისტესავით ვიწყევლები, ქრისტესავით პროვოკატორობ, ქრისტესავით ვამხელ ყველას, ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ, ქრისტეს სახელით ვამხელ მღვდლეებს, რაბებს, აგერ რაბი, თქვენი რაბი აგერ დგას და წითელი ქუდი ახურავს, აწუყი გარდაცვლილ მაცივარში გაყინული. ხო და მეგობრებო, ქრისტეს სახელით სიმართლეს ვლაპარაკობ, რასაც ხედავ იმას ვამბობ, მე დავინახე, რომ თქვენ გატყუებენ და
მკვდარ კაცს ცოცხლად გისაღებენ. ასე რომ რა ვიცი, აბა ეხლა თქვენ თუ ქრისტეს წითელ ქუდიანში უფრო ხედავთ, ვინც იახვეს აღიარებს, ეგ სხვა საკითხია. ეგ თქვენი საქმეა, მეგობრებო. მე პატარა ვეფხისტყაოსანი მაქვს წამოღებული. დედა, ვეფხისტყაოსანი თქვენს ხო ხარ? კი, როგორ არა, დიდი წიგნი არის, კარგად დავინახავ. კარგი, მეგობრებო, ხო დავასრულებ მე ამ ლაივს და გადავიდეთ ვეფხისტყაოსნის განხილვაზე. ოკეი? Bis bald.